გამარჯობათ. ჩვენ ისე ხვდებით ერთმანეთს გადაცემით ქალის ცხოვრების 24 საათი. გადაცემის თემა უცვლელია, იგი მთლიანად ქალს ეთმობა. ამჯერად ქალის ცხოვრების 24 საათის სტუმარია ქალბატონი როზა ჩაფიძე. ქალბატონი როზა იუბილარია. რამდენი უსულდება? როგორც ამბობენ, ქალს ასაკს არ ეკითხებიანო, იგი იმდენი წლისაა, როგორადაც გამოიყურება. როგორ იწყება თქვენი ყოველი დღე? ой, ყოველი დილას ვიწყებ ვარჯიშით. და ყველა ქალს ურჩევ. სანამდე ადგებოდეს ლოგინიდან, სანამდე თვალი ჯერ კიდევ დახუჭული აქვს, დაიწყოს ხელის ვარჯიში, ფეხების ვარჯიში. აი, კარგად ხასიათს, მე გაიღიმოს, აუცილებლად გაიღიმოს. გახედოს ფანჯარას, გაიღიმოს, მზეს გაუცინოს და მე ადგეს ლოგინიდან. და დაიწყოს მისი დღე. თქვენი მუდმივი სიხარული. ჩემი შვილები და შვილიშვილები და ჩემი მოსწავლეები. თქვენი სულის ნასაყუდელი. ისე მუსიკა. თქვენი ტკივილი. მუსიკა. საქმე რომელსაც აკეთებთ, როზა ჩაფიძე სჭირდება თუ საქმე სჭირდება როზა ჩაფიძე? მე ვთვლი, რომ როზა ჩაფიძე სჭირდება და რამდენად ჭირდები საქმეს, ეს საქმე უჩვენებს ამას. თქვენ ცხოვრებაში შემოდგომა ხო არ შემოიპარა? კი, შემოდგომაც მოვიდა და სადაცა თეთრი ფანტელების დამაცვივა თავზე, მაგრამ მე ამას არ უყურებ როგორც ტრაგედიას, იმიტომ რომ ყველა წელიწადის დროში შესანიშნავია. ყველაზე მეტად რა შემოგჭა ხსოვნა იმ წლებიდან? წასული წლებიდან? იცით რა, მე არ ვიცი, ალბათ ყველა დღე იმსახურებს იმას, რომ პატივი მივაგო და დავიმახსოვრო, იმიტომ რომ ყველა დღე ბედნიერი იყო. მე მადლობელი ვარ ღმერთმა, რომ მომცა სიცოცხლე. უკმაყოფილო ცხოვრებით არა ვარ. ასე რომ ყველაფერს მადლობას ვუხდი. თქვენი ხვალენდელი დღე? მუსიკა, მოსწავლეები. ბალზაკის აზრით, ქალს ორჯერ სიყვარული არ შეუძლია. თქვენ რას? უიმე, როგორ არა? ორჯერად შეუძლია და 10 ჯერად შეუძლია. სულ არ ვეთანხმები ბალზაკს. რამდენიც მახსოვს ჩემი თავი 11 წლის ასაკიდან. სულ მიყვარს. და სულ სხვადასხვა. ეს ახლა სწორა გამიგეთო, ხო და იქნებ ცოტა უხეში არის ეს თქმა, მაგრამ მიყვარს პლატონურად. ყოველთვის შეყვარებული ვარ, ხან რაზე და ხან რაზე. ხან მიყვარს უზომოდ შეყვარებული ვარ დღეს რახმანინოვზე. გუშინ ვიყავი შეყვარებული ბეთჰოვენზე. შეყვარებული ვარ მიუხედავად ყველაფრისა ჩაიკოვსკზე.
შეყვარებული ვარ ჩემ საქმეზე, შეყვარებული ვარ მამაკაცზე. ჩემ ქმარზე, როგორც მამაკაცზე. მე ეს მაქვს ხედულობა, შეყვარებული ვარ მასზე, როგორც მეგობარზე. შეყვარებული სხვათა შორის ქმარის გარდა კიდევ ვიყავი და პირველი სიყვარულიც განმიცდია. მაგრამ ეს იმას დანიშნავს, რომ მე ჩემი ქმარი არ შემიყვარდა. ის ტკივილად დარჩა, რა თქმა უნდა, პირველი სიყვარული, მაგრამ დღეს სიყვარული უკვე ჩემმა ქმარმა წაიღო, ჩემმა შვილებმა წაიღო, ჩემმა შვილიშვილებმა წაიღო და სიყვარული ბევრია. ფარგლებს ალბათ ერთი სიყვარული აწუხებდა, ის ფრანგი იყო და მას სხვა სიყვარული ჰქონდა მხედველობაში, ამას რო ლაპარაკობდა. ყველაზე მეტად რა თვისება მოგწონთ, ან რა არ მოგწონთ საკუთარ თავს? ღალატს ვერ ვიტან. თვისება ეს ადამიანში ჩემთან ძალიან დიდ ანტაგონიზმს გამოიწვევს. მე შემიძლია ვაპატიო შეცდომა, შეიძლება ვაპატიო ის რომ მან მე ცუდი გამიკეთა, მაგრამ ღალატს ვერ ვაპატიებ. და იგივეს ჩემს თავში კიდევ არ ვაპატიებ ჩემ თავს. როდესაც მე რამე შეცდომას დაუშვებ და ვიღაცას ვაწყენინებ, მე სანთელს ვანთებ და ღმერთს ვთხოვ მაპატიე მეთქი. და ძალიან მიჭირს მე იმ ადამიანთან ურთიერთობის ხელახლა დამყარება, მაგრამ ვცდილობ რომ ყოველნაირად ეს ჩემი შეცდომა გადავლახო. აი ეს ძალიან მიჭირს. როზა ჩაფიძე ეს არის ადამიანი შემომქმედი, რომელზედაც დაუსრულებლად შეიძლება ისაუბრო და ილაპარაკო. როზა ჩაფიძე ეს არის შესანიშნავი მუსიკოსი, გამორჩეული, მე ვიტყოდი მუსიკოსი ქალაქ ფოთში, შესანიშნავი პედაგოგი, რომელმაც უამრავი მთელი პლიადა აღზარდა შესანიშნავი მუსიკოსებისა. როგორც ორგანიზატორული ნიჭის დიდი პატრონი, არაჩვეულებრივი ადამიანი, გულისხმიერი ადამიანი. რაც ძალიან მომწონს და ალბათ ყველას ასე რომ შეუძლია ჭირში დგომა, ფხინში დგომა. ეს მე ვფიქრობ ძალიან კარგი თვისება. ძალიან ემოციური ხალია, ძალიან დაუღლელი, ენერგიული და მინდა რომ სულ ასეთი იყოს. აი უბერებელი. მას ძალიან უყვარს მისი კოლეგები, თანამშრომლები, პედკოლექტივი და ყველას მიმართ იჩენს ძალიან სითბოს. არის ყურადღებიანი ძალიან. თქვენი საყვარელი მუსიკალური ნაწარმოები? რახმანინოვის მეორე კონცერტი. თქვენი აუხსნელი ოცნება? ხელოვნების სკოლა. ხელოვნების სკოლა მე მინდოდა ყოფილიყო ფოთში. აი ხო არის სკოლა გუმანიტარული განხრით, ლიცეუმები რომ გაიხსნა. ძალიან დიდი ხნის წინ ბატონი გულუა იყო, მაშინ ბაკურ გულუა იყო მერი და მე მას უთხარი ეს და ძალიან მინდა რომ საზღვარგარეთ არის, უნგრეთში არის, პოლონეთში არის, ბულგარეთში არის ასეთი სკოლები, ხელოვნების სკოლები. ისეთი სკოლა, სადაც ზოგად საგანმანათლებლო სკოლა, მაგრამ მუსიკალური მიმართულებით. აი ბავშვები, რომელიც არიან მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებულნი, სწავლობენ ერთდროულად იმ საგნებს, რა თქმა უნდა, ითვალისწინებს სკოლა ყველა იმ საგანს, რომელიც ჩვეულებრივ სკოლაშიდაც არის, მაგრამ ცოტა შემცირებული რაოდენობით და უფრო მეტი მუსიკას რომ დაეთმოს. აი ხელოვნების სკოლა მინდა ძალიან რომ გაიხსნას ფოთში. მე მგონი ეს ძალიან დიდ ბიძგს მისცემს კულტურული ცხოვრების წინასულისათვის ქალაქს. თქვენი საყვარელი ყვავილი? ვარდი. საყვარელი მომღერალი? ღმერთო ჩემო, ეს ჩვენი იტალიელი, ჩვენი ქვია აბარა პლაჩიდო დომინგო ძალიან მიყვარს. კინომსახიობი? კინომსახიობი, ვაიმე კინომსახიობი არ ამყავს საყვარელი. ყველა კარგია, იცი ძალიან ნიჭიერებია. ლიტერატურული ნაწარმოები? რომელიც მე ყველაზე მეტად მიყვარს. იცით, ერთი პერიოდი, არ ვიცი, შეიძლება ძალიან ახალგაზრდა ვიყავი, გერცენის რუსულად ვიტყვი ბლუი დუმი. ეს იყო ჩემი მაგიდის წიგნი, ძალიან მიყვარდა. მაგრამ წიგნებში წიგნების მიმართულებას თუ ფილოსოფია მიყვარს. ყველაზე მეტად ფილოსოფიურ წიგნებს ვეთაყვანები. დარჩენი ყველაფერი ისეთი გამოვლელია.
დღეს მომწონს, სხვა შეიძლება აღარ მომეწონოს. არის თუ რა საქმიანობა, რომელიც არ გიყვართ და მაინც აკეთებთ? არის, ვერ ვიტან უთაობას, ვერ ვიტან სახლის დალაგებას, აი საშინლად არ მიყვარს. მაგრამ აკეთებ რა ვქნა. გიყვართ თუ არა სამზარეულოში ტრიალი? ძალიან. აი ყველაზე მეტად მიყვარს კერძების კეთება. აი ჩემი დები რო ჩამოდიან ჩემთან სტუმრად, კუხნის ბარიშნას მეძახიან. მე სულ კუხნაში მინდა ტრიალი. სამზარეულოში მაბატ. განსაკუთრებით მომზადება. აი რუსულ პილმენების გაკეთება ვიცი და ამით ვარ სახელგანთქმული. სტეფან ცვაიგი ამბობს, ქალის ცხოვრება შეუძლია განსაზღვროს 24 საათმა. ოიმე. თქვენ როგორ ვთქვით? სტეფან ცვაიგი ძალიან დიდი სენტიმენტალური მწერალია საერთოდ. 24 საათით ქალის ცხოვრება ნამდვილად არ გადაწყდება, მაგრამ ყოფილა შემთხვევები, როცა 1 საათით წვიტავს ყველაფერს. მაგრამ ეს არ შეიძლება მივიღოთ როგორც დოგმა და კანონი. ყველაფერი ხდება ცხოვრებაში. დასაშვები არის ნამდვილად. მეგობრობა ძალიან რთული რამ არის. მეგობრები, ჩემი მეგობრები. მე მესმის ერთი მეგობარი, რომელსაც შეგიძლია გაუზიარო. შენი გულის ნადები, ცუდი, კარგი, ხო შეიძლება აწახვიდე ყოველთვის ეკლესიაში და ღმერთს ახსარება, მას ხუდელს ახსარება უთხრა, ყოველთვის არ არის, მაგრამ მეგობარს მე მიმაჩნია, რომ მეგობარი ის ადამიანი, ვისაც შეგიძლია ყველაფერი აბსოლუტურად უთხრა. და შენი თვისებები ავიდა კარგი, მას მოახვიო თავს, იმიტომ რომ მეგობარმა ეს უნდა გაიტანოს. შენი ავიც და შენი კარგიც. მე მიმაჩნია, ეს არის მეგობრობის სასახლე. ხა წარმოგიდგენიათ, მე თქვენთანაც ვილაპარაკო, თქვენ ხართ ჩემი მეგობარი და თქვენთან გავხსნა ჩემი გული. რაღაც შემემთხვა, რაღაც ის არ გავაკეთე, რაც საჭიროა. მაშინ მე ლოზუნგი გავხდები, თუ ყველასთან ვილაპარაკე რა, პლაკატურია და ლოზუნგი. ამიტომ მე ვთვლი, რომ მეგობარი ადამიანს მხოლოდ ერთი ყავს ცხოვრებაში. მთელი მისი ცხოვრება. ჩემს მეგობრობაში ბზარი გაჩნდა. იმიტომ რომ გარდამეცვალა მეგობარი და აღარ ამყავს. კეთილის სურნელები მყავს ბევრი, ისეთიც მყავს, რომელსაც შემიძლია ვენდო. შემიძლია არ შემეშინდეს მისი რომ ზურგი შეოშვირო. ეს დანას არ ჩამატყავს. მაგრამ მეგობარი აღარ ამყავს, გარდამეცვალა. უბედურად გარდაიცვალა, ცუდად გარდაიცვალა და მე ახლა მასზე საუბარი არ მინდა, თუმცა იგი მთელი ჩემი ცხოვრება ჩემთან არის. ხომ არ ნანობთ, რომ მეუღლე არ ქართველი? ხანდახან ნანობ. ერთით არ ვნანობ, დღევანდელი ცხოვრებიდან გამომდინარე უკრაინელია ჩემი ქმარი და დღეს საქართველოს უკრაინასთან დიდებული ურთიერთობა აქვს და არ ვიტყოდი ახლა რუსი რო ყოფილიყო გაყვებოდი თუ არა, ვქნა შემიყვარდა და გავყევი. ჩემი გოლოვანენკო ქმარი კიდევ ქართველი, უფრო მეტი არის ვიდრე ზოგიერთი ქართველი. ძალიან უყვარს ქართული წესჩვეულება, ძალიან უყვარს საქართველო და მე მგონი ასეთი პატრიოტი როგორც ჩემი ქმარია საქართველოსი შეიძლება ზოგიერთი ქართველიც არ იყოს. ამით განსაჯეთ ახლა ვნანობ თუ არა. ვინ არიან თქვენი შვილები? ქართველი უწერიათ. და შვილიშვილებსაც კი ქართველი უწერიათ. ასე რომ ახალი დინასტია გაჩნდება ფოთში, გოლოვანენკო ქართველები. მინდა დავლოცო უსურვო დიდხანს სიცოცხლე, ჯანმრთელობა და რაც თავარია იმ თავის საყვარელ ადამიანებთან დიდხანს ყოფნა, ვინც მას ძალიან უყვარს. სულითა და გულით ულოცავ მას დაბადების დღეს და უმრავლოს ქალაქ ფოთს, ჩვენ სასწავლებელს როზა ჩაფიძისნაირი მუსიკოსები. ბედნიერება მას და სიხარული არ მოკლებოდეს. უსურვებ პირველ რიგში ჯანმრთელობას, დიდხანს სიცოცხლეს და მომავალ წარმატებებს კიდევ თავის სტუდენტებთან. გულთბილად მინდა მიულოცო დაბადების დღე. სულ სიტკბოება, სიყვარული, ყველაფერი კარგი მინდა მას მიულოცო. თქვენ როგორ მიულოცავთ როზა ჩაფიძის დაბადების დღეს და რას უსურვებთ? იცით რას უსურვებ როზა ჩაფიძეს? არ დაბერებას, ჯანმრთელობას და ნიჭიერ მოსწავლეებს. აქედანა და შენამდე ვარადი მასხია ღელამდე მე
შენზე ვფიქრობ ყოველთვის შენ მელანადები ყოველადღე ნეტავფარინა ველადამაკაცია შენსკენ გამოღვენიასო გალობით მოგეფერები არ გაგაღვიძებ მძინარასო ნეტავფარინა ველადამაკაცია შენსკენ გამოღვენიასო გალობით მოგეფერები